უნდა დაგასპოილეროთ მე ფორმულას ეთერში ზედიზეთ ყოველდღიურად ვარ ეთერში საღამოს 9 საათზე არ მინდა შემეშალოს 6-ში 7-ში 8-ში ანუ 4 შაბათს 5 შაბათს პარასკევს და 9-ის ნახევარზე შაბათსა და კვირას მერე ასე იგი ეს 5 დღე ხო არ მეშლება 6-ში 7-ში 8-ში 9-ში და 10-ში მერე თვის ბოლოსკენ კიდე 3 დღე ასევე 9 საათზე გასპოილერებთ და გეუბნებით რომ მიყურეთ ფორმულაზე C ფორმულაზე მიყურეთ უპირველეს ყოვლისა და მე აქაც მიყურეთ აქაც შემოიხედეთ შემოიჭყიდეთ ხოლმე ეხლა გასპოილერებთ და იმასაც გეტყვით რომ ეს ჩემთვის უჩვეულო ამბავია მე ყოველდღიურად გადაცემა არასოდეს ჩემი მრავალწლიანი ჟურნალისტური ჭყალებში მოღვაწეობის საქმიანობის განმავლობაში მე არ წამიყვანია. Კვირაში ერთხელ მიმყავს და ასე შემდეგ, კარგად მიმყავს, სულად მიმყავს თქვენგან საჯეთ, არ ვიცი ვიღაცას მოსულს, ვიღაცას არ მოსულს, მათ შორის ჩემი ჭახრენწილი ხმა. მაგრამ ეს ჩემთვის ძალიან ერთი საპატიოა და მეორე მხრივ ძალიან პასუხისმგებლოა, განსაკუთრებით სწორედ 6-ში და განსაკუთრებით 7-ში. განსაკუთრებით 7-სა და 8-ში ამ გადაცემის 8 აგვისტოს გადაცემის წაყვანა. დატო. იმიტომ რომ მე როცა ვმუშაობ ტექსტზე და მე მუშაობ ტექსტზე, აი 6-ის ფაილი გახსნილი მაქვს 7-ისაც, 8-ისაც, 9-ისაც, 10-ისაც იქ აგვისტოს ბოლოს ფაილების ხო, რაც უნდა ძირითადი საკითხები რაც არის, ხო? მოდის ვიხდი ერთ წუთს მე ამასობაში ჩემ მეუღლეს ვუპასუხებ, რომელიც წერს რომ აქ ხარო და მე რასაკვირველი აქ ვარ, მაგრამ ეხლა ნაკლებად ცალია. მოდიში ვიწერ ვიდეო. ხო და მაღალი ალბათობით ოკეი მომწერა მადლობა ინგა ხო და ძალიან საპასუხისმგებლოა მეთქი ამას ვამბობ აკი ეს გითხარით იმიტომ რომ 2008 წლის ომიდან 25 წლის აგვისტოს ცხელღეებში 17 წელი გადის 17 რა რგვალი თარიღი კი არ არის მაგრამ რა 15 რო გადიოდეს 19 რო გადიოდეს ეს ამბავი ხო ცოცხალი ამბავია ჩვენს დროებაში მომხდარი ამბავია მე ხო 247 წელზე არ ვლაპარაკობ ან 1121 წელზე დიდგორზე რომელშიც გავიმარჯვეთ ხო ჩვენ მე ვსაუბრობ ახლა ხან მომხდარ ამბავს თან განგრძობად ოკუპაციაზე ეს რომ დასრულებული იყოს კიდე ხო ეხლა ვებრი ვიფიქრე მე ამ ხნის განმავლობაში კი მაგრამ კაი გავიგე 10-ის გადაცემას როგორღაც მართებულად ვიტყვი გადავაგორებ თან ეს ყოველდღიური ამბები ხო დაგემთხევა ძალიან ცხელი ამბებია ხო მე არ მაქვს დიდი გამოცდილება მაგრამ ნუ მოვერევით რაღაცნაირად ერთი რესპონდენტი მეორე რესპონდენტი ჩავთავთ ინგა ჩემი პროდიუსერი რაღაცა მოახერხებს რომ რასაკვირველია სწორედ აქტუალური პირები მოიწვიოს აქტუალური ვიც არის მისი აზრით აქტუალურია მოიწვიოს ეთერში მაგრამ აი ჯენერალ თემა ხო რასაკვირველია 7-ში განსაკუთრებით უნდა იყოს სწორედაც რომ მომი რა ვქნა მეთქი ვეკითხები საკუთარ თავს სად წყალს ჩავარდე ბევრი ცოტა ვიფიქრე გადავწყვიტე რომ არ მიუმართო საქართველოს თავდაცვის უწყების თავდაცვის ძალების არც ერთ წარმომადგენელს რომელთა 1%-ს უშუალოდ ვიცნობ და იმ 1%-დან რაღაც 5%-ს ანუ 1% რო გავა 100%-ოდ უშუალო ურთიერთობა მქონია კი რა რაღაც კარგი ურთიერთობა მაქვს ეხლა შემიძლია მივწერო ხო ანუ ძალიან ცოტა პირველად 10 კაც 15 კაც ხო ვერ მივწერ კარგებს ხას უსვამ მაგრებს 2008 წლის ომის მონაწილეებს რომლებმაც ისე დაიცვეს ქვეყანა ისე დაიცვეს რომ ობიექტური ისტორიკოსი ხო წესით უნდა ჩამოვიაროთ და ეს ამბები უნდა ალბათ ჩამოვლილიც აქვს ვიღაცას მაგრამ უნდა შევიტანოთ რაღაც სახელმწიფოებში შინდისის ამბავი და არა მხოლოდ შინდისა ბევრი ამბავი უნდა ჩამოვყაროთ ხო ცეულების ათეულების არ ვიცი რაღაცა ბიჭების რომლებიც გადარჩენილი ანწუხელი ძეების მეთქი ასე ვიტყვი პირების რომლებიც გადარჩნენ რომლებიც დღესაც დარწმუნებული ვარ მზად არიან რომ დაიცვან საქართველოს და საქართველოს თავისუფლება ტერიტორიული მთლიანობაო რო ვამბობ მაგრამ მე მათ არ დაურეკავ იმიტომ რომ წნეხი მათ კი არ ეშინიათ მაგრამ წნეხი როგორც ასეთი თავდაცვის უწყების თავდაცვის ძალების წარმომადგენლებზე არის ისმენენ WhatsApp-საც და Viber-საც აკონტროლებენ ალბათ და რომელიღაც ეტაპზე რომელიმე სუსის თანამშრომელს ან რომელიც უხვად არიან ეგრა მაგის პასუხია თავდაცვის უწყებაში და ან სამოქალაქო სექტორიდან თავდაცვის უწყების წარმომადგენელს ხო შეიძლება გაუჩნდეს სურვილი და რაღაცა უთხრას და ამ უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავაგდებ და ეხლა სახელებს ნუ ჩავამასახელებინებთ იმ ადამიანებსა ვინც ღესაც არის თავდაცვის უწყებაში ამიტომ მე გადაწყვეტილება მივიღე რომ დაუკავშირდე ამერიკაში მყოფ ჩვენ სამხედრო მოსამსახურეებს რომლებიც
არიან 2008 წლის მონაწილენი. და იქ არის ერთი 10-15, ვისაც მე ვიცნობ, თორე მეტია. ხო, ევროპაში მყოფებს, უკრაინაში მყოფებს, ან საქართველოში მყოფებს, რომლებმაც უნდა გაიხსენონ, მეტი არაფერი არ მინდა. გაიხსენონ 2008 წელი. გაიხსენონ რუსების შემოსვლა და ასე შემდეგ. პოლიტიკური შეფასებები იოლია. იოლი შეიძლება თლად კარგი სიტყვა არ არის. პოლიტიკურ შეფასებებს ყველა გააკეთებს ექსპერტი პოლიტიკოსი, ბევრი გააკეთებს ექსპერტი პოლიტიკოსი და ასე შემდეგ. სხვა თუ არაფერი არავის დახმარება არ ჭირდება და მე ვიტყვი ომახიანად რომ რუსეთი ოკუპანტია, რასაკვირველია მეთქი. მაგრამ ამავდროულად ისიც ამ პოლიტიკურ შეფასებაში, საექსპერტო შეფასებაში მე მინდა ხო ესეთი გადმოვჭიმო 2008-დან 2014-მდე, 14-დან 22 წლამდე, 22 წელს რო ალბათ თვითფრუსტრაცია მოახდინეს, ამაზეც ვისაუბრო, არა, მოქმედ სამხედროებსაც და ყოფილებსაც ალბათ, ხო ყოფილებს არასწორი სიტყვა, პირებს რომლებიც ახლა არ არიან თავდაცვის ძალებში, მათ არ კითხავ. არ შევეკითხები ალბათ რაღაც პოლიტიკური ანალიზი, საექსპერტო ანალიზი არ თხოვ შესაძლოდ, მაგრამ არა საინტერესო თემაა, ხო, იმიტომ რომ კონტექსტუალური ანალიზია საინტერესო. ნახეთ რუსები, რას ამბობს პუტინი 2007 წელს, რომ მე-20 საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა იყო საბჭოთა კავშირის დანგრევა, ამას ეუბნება მაკკეინს და ამას ეუბნება მერკელს და ამას იუშენკოც არის და ანუ ყოფილი პრეზიდენტი უკრაინისა და სხვები. ამას ეუბნება ესე პირში და იქ ბევრი სენატორია, ბევრი თავრობის ხელმძღვანელი, ბევრი ქვეყნის თავრობის ხელმძღვანელია და ასე შემდეგ. რატო არის დათქვამი, ხო, რომ უყურეთო, მე მწავალ იმაზე, ეს არაერთხელ გაიმეორა მანამდეც და არაერთხელ თქვა მანამდეც და გაიმეორა შემდეგაც. მე წავალ საბჭოთა კავშირის აღდგენაზე. ეხლა ბუნებრივია, რომ 8 წელი, 14 წელი და 22 წელი ერთი კონტექსტია, ერთი ამბავია და ჩვენ ამაზე სასაუბრო გვაქვს. ასევე რუსეთის შლეგ ლიდერს დათქვამი აქვს, რომ სადაც ჩააბოტებს რუსი ჯარისკაცი, ის უკვე ზიმლია რუსკაია, ანუ რუსეთის მიწაო და ამაზე სალაპარაკოა, კარგი სამხედროებს არ დაველაპარაკები. ეხლა ეს რო იყოს 2017 წელი პირობითად, 20 წელი, ოკეი, ჯანდაბას ჩემი თავი, ხო? დაურეკავდი, ვისაც იცნობ ქართული ოცნებიდან, აი ბანდიტებიდან და გკითხავდი, ვის ამშოლობა აქვს, ხო, ვიღაცას ხო ვიცნობ, ხო, ეხლა 99 ბანდიტიდან და გკითხავდი, რომ მოდი იცი, აი მოდით მე სტუმრად. ცხადია არ მოვიდოდნენ, იმიტომ რომ ორი ვქათ 20 წელია, ხო? როცა მე დავიწყე ფორმულაში მუშაობა. კეზერაშვილის ტელევიზიაში ჩვენ არ მივხვდით. აღარ არის კეზერაშვილი. დამფუძნებელი. მოდით. მაგრამ არც მე არ მინდა სიმართლე გითხრათ ამათთან ურთიერთობა. იმიტომ რომ ღია და ილუსტრირებულად რუსები არიან. აი ბოლო 1 წელიწადია არა, ბოლო 2 წელიწადია არა, ბოლო 3 წელიწადია. ნახდათ, ხო, 4, 5, 12 წელიწადია რეალურად, მაგრამ აი 17-ში, 18-ში, 20-ში კიდე დახუჭავ რაღაცაზე თვალს ოღონდაც კი რამე გიპასუხოს. იმედი ბჟუტავის მოლეკულა, რომ ესენი ადეკვატურნი იქნებიან, გაქვს. მაგრამ ეხლა რაღაც გეტყვიათ. იმასაც ვერ იტყვიათ, სხვა შეიძლება რომ კეზერაშვილის ტელევიზია შეატო უნდა მოვიდეო, იმიტომ რომ კეზერაშვილის აღარ არის. და მესაც გეტყვით, აი მე მოვალ, ნებისმიერ აი მაგალითად გია ვოლსკი, რომელსაც ვიცნობ. ხო, გია, მე მოვალ შენთან ოთახში თუ კაბინეტში. 2 კამერით, 3 კამერით, იქ ჩავწეროთ ინტერვიუ. ამის სურვილიც არ მაქვს, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში მე ველაპარაკები, მე უნდა დაველაპარაკო რუსეთის აგენტურას საქართველოში. რამდენიც არ უნდა მოჰქონდეს თავი გია ვოლსკის კონკრეტულად და დანარჩენ 98 დეპუტატს, რომ ისინი რუსულ საქმეს არ აკეთებენ, ისინი სწორედაც რომ რუსულ საქმეს აკეთებენ, ამიტომ მეც გადამინდა, სურვილიც არ მაქვს. ფეხბურთზე ხო არ ვილაპარაკოთ, მივმართოთ, ავიცი, მის სარქუას. ფეხბურთი გიყვართ? ირაკლი ზარქუა? მე მოგმართავთ რომ ვილაპარაკოთ ფეხბურთზე, ბარსელონაზე, ასე შემდეგ, მაგრამ მე მინდა ეხა ფეხბურთზე ლაპარაკი ზარქუასთან, რომელი ბიძინა ბარათაშვილია, რომ რაღაცა ამიხსნას და ასე შემდეგ, ანუ სალაპარაკო სამწუხაროდ, ესეც ქართული ოცნების ბრალია, ქართული რუსული ოცნების ბრალია, რომ უფსკრულია ჩვენ შორის, რომელიც ვერ ამოივსება და არათუ ვერ ამოივსება, არამედ ღრმავდება და მეხუთე მხრივ კარგიც არის, რომ უფსკრულია, იმიტომ რომ ჩვენ დავინახეთ კარგად, რომ ესენი არიან რუსები. რატომ არიან რუსებიო, ნუ ღარ მკითხავთ. ამიტომ შესაბამისად მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ 7 აგვისტოს ამბავი გადასაწყვეტი მაქვს ამ კომპიუტერში რა უნდა ვთქვა, გასაგებია, როგორ უნდა ვთქვა, გასაგებია და ასე შემდეგ სტუმარი პოლიტიკური ნაწილიდან ან სამხედროებიდან, რომლებიც არიან ახლა უკრაინაში, ან საქართველოში, ან ამერიკის შეერთებულ შტატებში, ან ევროპაში, პრინციპში გასაგებია და ასე შემდეგ აქცენტები როგორი უნდა გავაკეთო, მათ შორის გადმოჭიმული უნდა იყოს 2014 წელზე, ანუ ყირიმის ოკუპაციას უნდა ვახსენო, 22 წელი უნდა ვახსენო, დღეს მიმდინარე ომი უნდა ვახსენო და ასე შემდეგ. ეხლა
8 რიცხვის ამავე თვალსა ის არის აქტუალური. ხო 9-ში, 10-ში ეს კონტექსტი იქნება, 6-ში ეს კონტექსტი იქნება. თუმცა საბოლოო ჯამში სხვა თემების ბუნებრივია გამოერევა 7-შიც. იმიტომ რომ არ გვასვენებს. არ ასვენებთ ამათ გავჩენის ხოთაშორის ის რაღაცებს ამბობენ. და უნდა ვისაუბროთ ხადია კალაძეზე, კალაძეზე, დინარაძეზე, კობახიძეზე, პაპუაშვილზე და ბიზინიადაზე. ბიზინას ფრთებ ქვეშ, იღლის ქვეშ მოქცეულ ტიპებზე, დამონებულებზე, სწორედ ბიზინას მიერ. ეხლა საინტერესო კიდევ არის ერთი ამბავი. ეს პოლიტიკოსებს ხო მოვიწვევ, მაგრამ რა არის ისეთი რაკურსი, რაც საზოგადოებისათვის იქნება საინტერესო. ბოდიში, ბარემ გითხავთ. რაკურსზეც მომწერეთ ამ ბლოგის, ამ ვიდეო ბლოგის ქვეშ თქვენი მოსაზრებები, ან გავიზიარებ ან არა, მაგრამ მომწერეთ. და კიდევ რესპონდენტად ვის შეარჩევდით? აი ვინ უნდა იყოს თქვენი აზრით რესპონდენტი? შეიძლება იყოს ვინმე დევნილი. მითხარით გვარსახელი ტელეფონი მომწერეთ ინბოქსში და ასე შემდეგ, მასაც ჩავრთავ, ხო? რომელიც აი რომელსაც მართებული მესიჯები სწორი, ანტირუსეთული, დიახ, ანტირუსეთულობა არის განსაკუთრებით აუცილებელი ყოველთვის 365 დღის განმავლობაში, მაგრამ განსაკუთრებით სწორედაც რომ აგვისტოს ცხელ დღეებში. ეხლა ეს არისო ჩემი ვიდეო ბლოგის თემა, უბრალოდ სიტყვა მოიტანა და ამ სიტყვის ბოლოს ასეთია არ მინდა პირდაპირ მნიშვნელობით ასე გაიგოს მაინც და მაინც ქართულმა ოცნებამ, მაგრამ წინა ბლოგში აკაკი ვახსენე და ახლაც აკაკი უნდა ვახსენო წერეთელი და ზუსტად ციტატაც უნდა გავიხსენო, ისე რომ ჩავიხედო, ხო, ყოველ შემთხვევაში ჩვენ ორ შორის ამოსიკული არის ტყვია, მაგრამ მე მაინც უნდა ჩავიხედო, იმიტომ რომ აკი გითხარით, ჩვენ ორ შორის მოციქული არის ტყვია. ხო, ნუ გასაგებია რომ გამზდელი, მაგრამ ეხლა იოლოთ უნდა ვნახო, ხო? სწრაფად გადახვევით და ჩვენ იქნება ციტატად იყო. მსაფარბეგო პირშავობა შენი ვიცი შემიტყვია და დღეიდან ჩვენ ორ შორის მოციქული არის ტყვია. ასე არის აკაკისთან, მაგრამ მე ვიტყვი რომ დღეიდან არა, რა ხანია ჩვენ ორ შორის მოციქული არის სიტყვა და სიტყვით დამარცხება აუცილებელი და სწორი და სიტყვით ჩემი მოსაზრებით ყოველ შემთხვევაში დამარცხებულნი ხართ, მაგრამ არა მხოლოდ ჩემი სიტყვით, ამის თქმა მინდა და აქ აი ამ ვიდეო ბლოგის ერთ მნიშვნელოვან თემას მივადექი, ეს არის სინდისის პატიმრები, გამომწყვლელები ქართული ოცნების უკლებლივ ყველა ინდივიდუალურად ყველა წევრის მიერ დამოუკიდებლად იმისა, რომელ მათგანს აქვს შეხება ამ საქმეებთან და რომელს არა. ხო, ეს არის ის 50-55 სინდისის პატიმარი გარდა ამისა ზვიადი და გარდა ამისა ზია. ფორმულა სოციმედიის გვერდზე ვრცელდება ვუყურეთ ესეთი რამ და აუწიოთ თუ გნებავთ. გაკეთებული განცხადებები. მათ შორის ფრაზა ბიძინა ივანიშვილის ბანკი. იურისტების განმარტებით სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონიც ეს არ არის ის ნაწილი, მაგრამ ბოდიშვიხტი სკრინებს კი აი ამოვიღებ და გაჩვენებთ, ხო? სკრინები კი არის ამგვარი. მაგალითად, ლუკა ჯააბუა უდანაშაულო ადამიანებს არაფერი აქვთ მოსანენიებელი და ბოდიშის მოსახდელი. ლუკა, მადლობა თქვენ ქმნით საქართველოს დღევანდელ სახეს. თქვენ ხართ, თქვენ წარმოადგენთ საქართველოს და არა ისინი, ვინც ბოდიშს მოხდას გთხოვთ თქვენ და მოითხოვს თქვენგან, რომ ბიძინა ივანიშვილს უნდა თავდახრილი მოქალაქეები. თქვენ თავდახრილნი არ ახართ და ამით არა მხოლოდ არა მხოლოდ საკუთარ თავს ჩორკნით ძერწავთ, არამედ თქვენ უშუალოდ თქვენობით მოგმართავთ, მადლობის სათქმელად მოგმართავთ, თქვენ მაგალითს აძლევთ ნებისმიერ მომავალ საქართველოში თუ ვინმე იქნება უდანაშაულოდ დაპატიმრებული, თქვენ მოითხოვთ მათგან, ასე ვიტყვი, თქვენ სთხოვთ მათ, რომ ისინიც არ გატყდნენ ამაზე საშინელი რეჟიმი, ჩვენ ალბათ და იმედი მაქვს არ გვეყოლება მომავალში, ხო? და თუ ამ რეჟიმს უძლებს პატიოსანი მოქალაქე ლუკას სახით, ბუნებრივია რომ მომავალშიც ნებისმიერი სხვა ლუკა გაუძლებს ნებისმიერ სხვა რეჟიმს. ირაკლი ქერაშვილი არ ვაპირებთ შეწყალებაზე პრეზიდენტ მიმართოთ ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტს.
კიდევ ერთი დიდი მადლობა მას ამ შემთხვევაში ირაკლი ქერაშვილს ესეც სამადლობელი კაცია ბევრი სახელი გვარსახელი ხო არ ვიცით მაგრამ აი და ბევრს არ გამოუქვეყნებია მაგრამ სულისკვეთება პატიმრების არის ამგვარი მასაც მადლობა უნდა გადავუხადოთ ამ კაცის გვარსახელი უფრო ხშირად ისმის ხოლმე მედია საშუალებებში ეს არის ონისე ცხადაძე რომელიც ამბობს არ ვაპირებ მივწერო ადამიანს ყაველაშვილი იგულისხმება რომელიც გუშინ ღირსების ორდენით აჯილდოებდა ადამიანებს რომლებმაც ხალხის ცემეს ქუჩაში ანუ უღირს ადამიანებს და ეხლა azt ხოვენ ნახეთ ხელისუფლება წოდებული ბანდა ამათ თხოვს რომ შეეხვეწეთ ყაველაშვილსო ანუ ბიძინა ივანიშვილს და ისინი შეგიწყალებენო ეხლა მე არ მინდა რამე ჟესტიკულაცია გაჩვენოთ ხო ჩემი მაგრამ ესენი ვერბალურად ამბობენ რომ ჩვენ ორ შორის მოციქული არის სიტყვა და სიტყვით კი თქვენ ანუ ქართული ოცნება დამარცხებული არის განვაგრძოთ ჯანვარ ჩაია შედარებით მათზე უფროსი ასე ვიტყვით ჩვენ სამათხოვრო არაფერი უკასავად არავისი არაფერი გვჭირს ვიბრძოლე ბოლომდე მომავალშიც ვიბრძოლებთო ამბობს ბატონი ჯანო გიორგი წერიშვილი ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ ყველას მიმართავ ეხლა გიორგი ტერიშვილისაც ჩავიკითხავ მე ანდრო ჭიჭინაძის პოსტსაც ჩავიკითხავ და სიტყვებსაც ჩავიკითხავ და მე უკვე ყველას მიმართავ ტერიშვილი ამბობს ბოდიშის მოხდას არ ვაპირებთ ბოდიში აქვს მოსახლელი კობახიძეს პროკურატურას და ყველას იმას ვინც უდანაშაულოდ ჩაქვსვა ციხეში დასაკვირველია ეს სწორი ამბავია ანდრო ჭიჭინაძე რაც დრო გადის სულ უფრო ხშირად მომდის ინფორმაცია და სურვილი რომ მე თუ ბოდიშს მოვიხდი გამიშვებენ და ეს ეხება დანარჩენებსაც ვაი თქვენს პატრონს უბედურს ვინც ამას ითხოვს მე ლიტერატურულ პერსონაჟებზე რომლებზეც გამიმახვილებია ყურადღება ახლა აღარ გამამახვილებ ყურადღებას ზაღლი იყოს თქვენი მკვრისა და ზაღლი იყოს თქვენი კობახიძისა და მე ცოცხალი კია მაგრამ ცოცხალ მკვდარია მეთქი ის ხო პაპუაშვილი ცოცხალ მკვდარია რა აზრი აქვს სიცოცხლეს რომელშიც არ არის სპირიტი რომელშიც არ არის სულისკვეთება რომელშიც არ არის იდეა იდეალი ოცნება ნამდვილი და მომავალი და რომელშიც აი ესე ჩაჟამულად დადიხარ ჩაჟამულად დადის თითოეული მათგანი მდინარაძის და კალაზის ჩათვლით და მოუკიდებლად ეს იმისა ეს უკანასკნელი იქნება თუ არა დედაქალაქის მეი და 5 სკვერს გახსნის თუ 17 ესენი ცოცხალ მკვდარი კოდრის ფერნი არიან და ესენი კი აი ანდრო ჭიჭინაძის ფოტო მაგ გახსნილი ახლა მისი სიტყვებით არიან სწორედაც ცოცხლები იმიტომ რომ ისინი ციხეშიც კი მე რა კოსტავა მახსენდება ციხეშიც კი არიან მეტად თავისუფლები ვიდრე გარეთ პორშეთი თუ პორშე თუ სხვა ავტომობილით მოძრაობა ხო მოძრაობს ის ასე მაგალითად კალაძე და ამათ ყველას უნდა გადავუხადოთ მადლობა იმიტომ რომ ისინი ქმნიან ისტორიას პოლიტიკოსებზე მეტად ქმნიან ისტორიას მეთქი თუმცა პოლიტიკოსები რომლებიც არიან დაპატიმრებულნი და არა მხოლოდ დაპატიმრებულნი არამედ გარეთ ვინც არიან ისინი ისეთ სიტყვას ამბობენ ხოლმე ხო რომ მათი ზოგი მათგანის წარსული ბჭყალებში თუ ბჭყალებო ცოდვები შემოგავიწყდება კაც და მე მგონი რომ უნდა შემოგვავიწყდეს ესეც ვფიქრობ და თუ დღეს და ახლა ისინი არიან სწორ პოზიციაზე იქნება და შევეხიდოთ ერთმანეთს გამარჯვებაში მაგრამ ამ გამარჯვების თავარი მომავალი გამარჯვების ავტორები სწორედ იქნებიან ეს ახალგაზრდები და არა მხოლოდ ახალგაზრდები შემიასაკის არც ერთი არ არის მაგრამ მაინც აი გიორგი ტერიშვილი შედარებით უფროსია ვიდრე ანდრო ჭიჭინაძე რამდენადაც ხვდები ჯანვარ ჩაია ასევე უფროსია მაგრამ აი ორისე მაგალითად ახალგაზრდა კაცია და ასე მაგალითად ირაკლი ქერაშვილი ლუკა ჯაბუა სხვები ეს არის ასე და 20 წუთი გავა და ბარე 20 წუთამდე მივიდეთ აი წუთი და 30 წამი ხო და მივიდეთ და ვთქვათ შემდეგი რამ ბატონებო გარშემო მსოფლიოში ისეთი რაღაც ისეთი პროცესები მიმდინარეობს რომ აი ამ პროვინციალიზმში სოფლად კარგი კონოტაციით სოფლად ჩატოვება ჭაობში უნდა ბიძინა ივანიშვილს ჩვენი ქვეყნისა, ჩვენი საზოგადოებისა, ჩვენი ინტელექტუალური რესურსის, აი ჩაჟამება უნდა. მას უნდა რომ ყავდეს ეს თავდახრილი კობახიძის, პაპუაშვილის და სხვათა მსგავსად თავდახრილი პირდაპირ თუ ირიბინ მნიშვნელობით მონები. გინახავთ კალაძე, აი ბოლოს წინა გამოჩენა ბიძინა ივანიშვილისა საჯაროდ ვიდეო კადრი არსებობს ასეთი ბიძინა ივანიშვილი თორსები პარტიის ყრილობა ან რაღაც ამ ბანდიტთა თავყრილობა ხო და ბიძინა ივანიშვილი არის ეს პირველ რიგში და იქ რაღაც კობახიძე გამოდის რაღაცები ხდება და კალაძე როგორ შესციცინებს ეტაძებნეთ ყრილობა თუ რაღაც არ ვიცი რაც ქვია ხო როგორ შესციცინებს კალაძე რომელსაც რაღაც ოფიციალურად პირობითად 20 მილიონი აქვს და არაოფიციალურად კიდე 140 ხო მაგალითად ხო
როგორ შესწია როგორც პატრონსაც არა, პატრონს. 4 ფეხა ჩვენი მეგობრები, ხო, ზაღლები კატები, შეიძლება საქონელზე ვთქვათ, რა ვიცი, ხო? ესე არ უყურებენ საკუთარ პატრონებს. არ შესცინებენ, ესე არ მიაქვთ ჯოხი გადაგდებული. რაღაცა სიჯი, რაღაცა პიროვანობა აქვთ მათ, რაღაცა მე აქვთ 4 ფეხებსაც კი. კალაძეს ზანზიმე სიტყვების თქმა გულახდილად გეტყვით არ მინდა, ძალიან არ მინდა. და არც უფლება არ მაქვს. ხო, ბიძინა ივანიშვილმა რომ მოსთხოვოს და მართლა არ მინდა რა ყველაზე მძიმე სიტყვები რაც ენაზე მადგია ეხლა მე ბიძინა ივანიშვილმა რომ მოსთხოვოს ყველაფერი ერთი რაღაცის გარდა და ამ ყველაფერში რომ იგულისხმებოდეს ასკინკილათი აი არ ვიტყვი უფრო მძიმეს რუსთაველზე რომ დასაწყისში კი არა ბოლოში რომ ის რა ქვია ის ხია სეთისხილის თუ არ ვწდები, შეიძლება ვწდები. აი მოკლედ აი მარიოტთან კი არა ბილტბორდთან რო ხია, ხო? დაახლოებით. ეს არის ბოლოში. თავისუფლების მოედნამდე 100 კილათი ირბინეო, კალაძე 100 კილათი ირბენს. აი ეს არის ამბავი და არა მხოლოდ კალაძე. და ბიზინა ვერ იტანს აი ამ ონისე ცხადაძეს და სხვებს, იმიტომ რომ 100 კილათი კი არა. აბა დამტოვე ციხეშიო ესენი ეუბნებიან. დამტოვე ციხეშიო, იმიტომ რომ ამათ მას შესანიშნავად იციან, რომ ისტორიის სახელმძღვანელოში, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უკვე ჩაწერილნი არიან ოქროს ასოებით. ამიტომ ვუხდი მე მათ მადლობას და აქვე გავიხსენებ ერთ ამბავს, რომელიც ასევე ფორმულაზე შემომხვდა და კიდე კარგი რომ გამახსენდა. ნახეთ, პოლიციელთა შეურაცხყოფისათვის, მათ შორის ერთ-ერთი პოლიციელი ქალის ფიზიკური ძალადობა განხორციელდა მათზე. პოლიციელზე თუ არ ვწდები 4-ზე, თუ არ ვწდები 4 პირისა, თუ 4 პოლიციელზე მნიშვნელობა არ აქვს და იმათ უშვებენ ადმინისტრაციული წესით. ფიზიკური ძალადობა მათ შორის აი სხეულის განზრახ ბოდი რა ჩავხედავ რა, რას ვწვალობ ბოდიში, აქ სადღაც არის და კარგადაც რომ წავიკითხო რომ მეც არ შემეშალოს. ხო, უყურეთ, ჩავიდა ზელენსკის ამბავი. ой, კურტანიძის ამბავი ცალკე, აი აქ უყურეთ. ერთ-ერთ საქმეზე ვკითხულობ, რომელშიც პროკურატურა 4 ბრალდებულს პოლიციელებზე თავდასხმაში ადანაშაულებდა. გაიაზრეთ, 4 ბრალდებულია. პროკურატურა ადანაშაულებს 4 ბრალდებულს პოლიციელებზე თავდასხმაში. სამივე ინსტანციის, ანუ მურუსიძისა და მურუსიძის ქვეშ არსებული ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ პოლიციელების ჯგუფურად ცემა, ანუ ცემას ჰქონდა ადგილი. მათ შორის ქალი პოლიციელის ცემა, რამაც დაზარალებული ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია, პოლიციელზე თავდასხმა არ არის. სასამართლომ საქმეში ნომერი 104 უკაცრავად 1045 AP-22 4-ვე ბრალდებულს პოლიციელზე თავდასხმის სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლი გადაუკვალიფიცირა ჯგუფურად ძალადობის მუხლზე სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლი, რაც მსუბუქი კატეგორიის დანაშაული, არ მსუბუქ კატეგორიად მიიჩნია. მძიმე დანაშაული იყო. მძიმე დანაშაულად მიიჩნევა თავიდან. 2 ბრალდებულს 7-7000 ლარის. დანარჩენ 2 ბრალდებულს, ანუ 4 ბრალდებულია სულ კი, ხო? 10,000 ლარის გადახდა დააკისრეს. რატომ? გია ვოლსკი მივმართავ ახლა. გია, რატომ დააკისრეს 7-7000 ლარი 4 ბრალდებულს და კიდე 2-ს 10,000 ლარი? და ეს იმ კონტექსტში, როდესაც 353 პრიმა მუხლით წარდგენილი ბრალი აქვს მზია ამაღლობელს ირაკლი დგებუაზისათვის სილის გაწვის გამო და მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მე გეტყვით რატომაც, ოღონდ გია ვოლსკი არ გიპასუხებთ ამაზე. იმიტომ რომ მე არ ვიცი, მაგრამ გარკვეული ალბათობით
იმ ოთხმა ბრალდებულმა უკან დაიხია ბოდიში მოიხადა თანამშრომლობა ზე წავიდა ამ პროკურატურასთან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ანუ ჯიუტად და ბრგედ არ იდგა მაღალი ალბათობით ხოლო მზია ამაღლობელი 7 წლამდე უნდა წავიდეს ციხეში იმიტომ რომ გიავოლსკი შნირ არა გიავოლსკი კონკრეტულად კი არა ირაკლი კობახიძის ესე ვიტყვი ირაკლი კობახიძის შნირ და ჯეკა გეკა და გომელაურ ვიღაცების შნირ და საერთოდ შნირ და საერთოდ არამზადა კაც სხვაივით მისიანებიც კი იცინიან ამაზე მზიამაღლებელმა ესე მიარტყა და არა დაარტყა რაც სისხლის დამართლის დანაშაული არ არის მე 20 წუთი მინდო 15 წუთი მინდოდა თავიდან 20 წუთი მინდოდა მე ყოფილიყო ჩემი ვიდეო ბლოგი და გამოვიდა 26 წუთიანი ვიდეო ბლოგი ამასობაში